წავედით მოკლედ, ხო, აი სანამ ეხლა კითხვებს დასვამთ ამ კომენტარებში, რომ შენ მეორე დასაცმელი არ გაქვს და ასე შემდეგ, არის უბრალოდ დაემთხვა, რომ იგივე გუდი მაცვია დღესაც, ამიტომ relax ხო? არ დაიწყეთ ახლა მიღა დაუბას ასე რომ სერიოზულად მივიდგეთ საქმე. კი. მოგესა. დაშო ნიკოლას, აბა როგორ ვარ და კარგად? უკვე კარგად. უკვე კარგად, კი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. დატვირთული თვიანი პერიოდის შემდეგ საკმაოდ კარგად დასვენებული და ხო. ალბათ შეამჩნევდი შენს რომ мотиваცია თავის ადგილზეა რა. ძალიან კარგად ვინც ყველაფერი. კი, სხვა შორის ანუ რაღაცნაირი პერიოდი მქონდა ბოლო 1 თვე რა, ცოტა ქაოსური და ისეთი და რაღაც თითქოს რაღაც ერთ ჩეკპოინტამდე მივედით და ძალიან ისეთი მოზღვავება და ენერგია და ფეშენი იჩნევა ნიკოლოსში, რაც მე როგორც ერთად საქმეში მყოფ ადამიანს ძალიან უხარია და მე მესმაზრებს мотиваციას და მაგალითად შეგვიძლია ორი სიტყვით ვთქვათ რა, რაღაცა ლოგიკური თემა იმასაც არის რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ როცა შენ და შენი კოფაუნდერი რაღაც აკეთებთ, როგორი გადამდებია ერთის რაღაცა мотиваცია და ფეშენ და ენთუზიაზმი მეორე ჩემზე ძალიან მოქმედებს რა. მე რო ვხედავ მეორე ადამიანს თან ეს არ არის აუცილებელი რაღაცა ემოციაში გამოიხატებოდეს რა. აი მე რო ვხედავ ხოლმე რომ აი მაგალითად რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი და აი რატომღაც ყველა ადამიანები ვართ და მე იმ დღეს ჩავქიმე რა სიტყვაზე რა. და უცბად ვხედავ ღამის 4 საათზე ნიკას კომიტს ან რაღაცა მიწერილს ვიღაცასთან გვაქვს მისაწერი და მე რატომღაც ვერ მივიწერე და ამ მიწერა ეგ არის როგორი ბუსტი იცი მე 2-3 კვირა მიმყვება რა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთს გადადო ეს ენთუზიაზმი და დრაივი რა ხო და ანუ მე უფრო ერთ აი წინა ვიდეოში ხო ესეთ ტოპიკზე ვილაპარაკეთ რა განსხვავება დეველოპერი რო ხარ უბრალოდ მან რა ექსპერიენსები გიგროვდება და ეხლა როცა შენ თვითონ შენ დეველოპერულ გუნდს ქმნი, მან რა ექსპერიენსები გიგროვდება და ესეთ რაღაცას ვიტყოდი მე რა, რომ აი აჩვენ წეგარბოს ხაზი გავუსვათ ბოლო 1 თვე, ჩემთვის განსაკუთრებულად დატვირთული იყო რაღაც full in არ ვიყავი ძალიან ბევრი რაღაცაში და ასე შემდეგ და მან ვიგზავნე რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს support group-ი რო ყავს გარშემო რა, ეს support group-ი შეიძლება იყოს, რა ვიცი, co-founderები, შეიძლება იყოს თანამშრომლები შეიძლება უბრალოდ მეგობრები და ასე შემდეგ. მაგრამ იქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა საქმეში რამდენად მაგარია support group-ი, რომ ფაქტობრივად რაღაც ექსტრემალური кейსებისთვის მზად არის სისტემა მოწყობილი. რომ ანუ მაგალითად ერთი ადამიანი სრულად რო გამოეთიშოს რაღაცას. მაინც სისტემა ზუსტად იგივენაირად აგრძელებს ფუნქციონირებას, იგივე პროდუქტიულობით რა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო რა, ანუ ესეთი кейსები ალბათ ყველა გუნდში ხდება, ეს პირადად ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი support group-ის შენ თავით ანუ შენ თორე ქმნი ესეთ support groups ეს მე არ გამომისწია დეველოპერიც ავიყავი, იმიტომ რომ უბრალოდ ვიყავი ერთ-ერთი დეველოპერი და სხვა ჩემი რესურსით ქმნი და რეალურად ამ support groups, ხო? და ეხლა როცა ჩვენ კი და ეხლა როცა ჩვენი ხელებით ვიწევს ამ ჯგუფის შექმნა და ჩვენ რო ვართ ერთმანეთისთვის ეს ასე ვთქვათ fallback მექანიზმები ხო, ძალიან ნათელი გახდა. ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია რა, ეგ რომ ანუ ცენტრალიზებული ერთი failure point-ი არ იყოს ნებისმიერ სისტემაში, როცა development agency-ს აკეთებ რა. ანუ ეს ახლა პროსტა მარტივად რო გადავთარგმნოთ, ხანდახან ცხოვრებაში ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდეს, რომ თქვათ რაღაცა პერიოდი რაღაცა ეგეთი ინტენსივობით ვერ იყო ჩართული საქმეში. ერთთან დაგიქაროს ყველა რაღაც ცუდისგან, მაგრამ ნუ ეგეთები ხდება. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემა და გუნდი ისე იყოს აწყობილი, რომ ეგეთ დროს არ ჩამოიშალოს რა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ვერ გაქაჩო რა, ანუ 3-4 ადამიანი რო ხარ და ერთი რო გამოგეცხრება, წარმოიდგინე 25%-ია საქმის, ანუ ძალიან ბევრი არის ძინდრეში რა. და ხო, რაღაცნაირად ანუ მანდ ერთ რაღაცას დავამატებდი. კიდე რამხელა მნიშვნელობა აქვს. აი ამ მაგალითად რთული ეტაპი ხო გადავა, მაგალითად ვიღაცა რატომღაც არ ეცალა, ან ასე შემდეგ რა. რა მნიშვნელობა აქვს რატო არ ეცალა რა, ანუ რაღაც ინდივიდუალური აღქმა ყველას რაღაც მეებზე რა ქვია, მოვლენებზე რა. ინდივიდუალური რეაქციები. ანუ აი ეს ყველაფერი რო ჩაივლის და ადამიანი გუნდში ბრუნდება, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს blame game-ი ან რამებს გავსები ნოლამდე იყოს დაყვანილი რა. არა მართლა რამდენად მნიშვნელოვანია რომ თითქოს არაფერი არ მოხდარა, პირიქით ანუ reinforcement-ი რო ხდება რომ ხო არ გადაობ ანუ სახეს გავაზრობთ ისედაც ყველაფერს და სახეს ვაზრობდით ზუსტად იგივენაირად. ანუ სულ რომ მაგალითად ძალიან დაკლებოდა ის ადამიანი, ანუ ამ ტიპს რო არ აგრძნობინო რომ შენ რო წახვედი დაგვერხა რაღაცა. ხო რა, ანუ ეს ძალიან კარგად მუშაობს, რომ ანუ მე ის ადამიანიც 100% მზად არის, რომ აი ნებისმიერ მომენტში შენ როცა დაგემართება, შენი გუნდის წევრი რა, აი ორჯერ და სამჯერ უფრო მაგრა შეავსოს შენი დანაკლისი რა. და მოკლედ ეგ ყველაფერი და საბოლოოდ გუნდურ შეთამაშება და გუნდურ ქიმიას ვეძახით მაზექში ჩვენ მაგას რა. ხო რა. და აი დუდუც ჩვენი
გუნდის წევრი, ჩვენი core გუნდის წევრი, რავი, აი შეუდარებლად ართმევ და ეგრეთ ანუ მაგაზე მინდა გამოვიყო, რომ ბოლო ერთი თვე, მოკლედ მე და დუდუ რაღაცა რჩებთან ვლაპარაკებ, მაგრამ ანუ დუდუს როლიც ჩვენ შემდეგ ვიდეოებში დუდუსაც გაგაცნობთ მალე. დუდუს გაგაცნობთ შემდეგ ვიდეოში. ძალიან ისე ფერვერკებით და ამბებით, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ჩემს რატო არ იყო ფერვერკები? შემდეგ იცნობენ უკვე. სასწაულო. და შენ გეძინე ერთი თვე. ყუროთ. მოკლედ რა, დუდუს როლი, როგორც ჩვენი გუნდის წევრის და ნუ მოკლედ რაღაცნაირად მე და დუდუ რაღაცნაირად ის მოვახერხეთ, რომ თქვა ნიკას ცოტა პასიურობა რაღაცნაირად დავაბექაფეთ და მეც იგივეს მოლოდინი მაქვს რა და ძალიან მაგარია ეგ გრძნობა, რომ მე ვიცი, რომ რაღაცა რომ მოხდეს, მე არ უნდა ვთქვა უარი მაზეკზე. სიტყვაზე რა. და ვიცი რომ მაზეკის გემი ისევ წინივლის და მე შეიძლება ჩამოვხტე და ისევ ავხტე რა და ეგ არის იმხელა სიმშვიდის იმას გაძლევს გრძნობას რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა და რა არ დამოწება იცი რა ხო რა ანუ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა რას ქონდა იცი შენ და დუდუმ რო ერთხელ მითხარით რა რომ ის კი არა რომ რამე ანუ ამ პროცესიდან რაღაც ნეგატიური რამე კი არ დაინახეთ პოზიტიური რამე დაინახეთ რომ ანუ ამ პროცესმა ჩვენ გვაჩვენა რომ ჩვენი capacity-ს მინიმალურსაც არ ვიყენებთ ანუ ორმა კაცმა დავჰენდლეთ რასაც აქამდე 4 კაცი ვჰენდლავდით და ბევრად უფრო პროდუქტიულად ვისრე აქამდე 4 კაცი ვჰენდლავდით ანუ ეს რას ნიშნავს ინდიკატორია იმის რომ რესურსებს ვამენეჯებთ მარტო არაფერად და ბევრად და მაგარი ლერნინგი იყო მოკლედ რა ხო კი და ყველაფერში არის ფაქტობრივად ლერნინგი აი ყველაზე ნეგატიურ გამოცდილებაშიც რა ხო მაგაზეც ხაშეგულია რას ლოგიკურად გადავიდეთ ხალხო აი ერთ პატარა ისტორიას გავიხსენებ რომ არ ვიცი ხა რამდენად სწორი მაინდსეტია მაგრამ მე პირველი სამსახური მქონდა აზრი არის ეგეთი ქართული კომპანია აზრიში მუშაობდი და აზრი არის ძალიან აი კულტურულად რო გითხრათ ძალიან open to failure culture არის იმაში რა ქვია აზრიში რა ყველა fail-ი ჩემი იქ იყო აი ხა celebration-ი არ შუშქუნები არ მოყოლია მაგრამ ანუ ძალიან okay იყო რა დაჟე აი რამდენჯერ ჩემი გუნდის წევრები დაუცვი ვარ მე კლიენტებთან და აი ძალიან მაგარი იყო და მანდ მახსოვს რომ ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი მაგრამ ხანდახან რაღაცა ფუჭდებოდა production-ზე რა და მაგალითად მარტო რჩებოდი ოთახში რომ გამესწორებინა ის production-ის ბაგია რაღაცა ამით სიამოვნებას ვიღებდი ანუ თითქოს fail-ით ვიღებდი სიამოვნებას იმიტომ რომ იმდენ რაღაცას ვწავლობდი იქედან რომ მაგალითად ორი კვირა რომ მემუშავა რაღაც ტასკებზე და ისე ვერ ვისწავლიდი რა ხო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გუნდშიც ძალიან open culture არის fail-ის რა აი ძალიან რა არასდროს არც blaming-ი არაფერი არ არსებობს და პირიქით აი რაღაც რომ მოგვივა, ვა, რა მაგარია. გავფეილდით, ანუ რაღაც სწორად ვაკეთებთ რა. და ეხლა დავუწეთ რეტროსპექტივოთ რა. ეხლა დაგვემართა კაკრას რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კლიენტთან პროექტზე. ერთ-ერთმა ჩვენმა გუნდის წევრმა სახელდაკვარს არ დავასახელებ რა თქმა უნდა. რატომაც გადაწყვიტა რომ ძალიან ბევრი pop-up-ის და დაკროფილების მიუხედავად წაიშალა ინფრასტრუქტურის რაღაც ნაწილები, სადაც თუნე production code იყო გაშვებული და პირველი მესიჯი, ну რა თქმა უნდა ეს პრობლემა მოვაგვარეთ, ყველაფერი დასტაბილურდა და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი მესიჯი აჩოს გარაც იყო Congress on our first outage რა. და ანუ მართლა ეგ არის და ანუ failure-ის მიღამით, ანუ ხო ხტებით ახლა ეს სიტყვებით ლაპარაკი ძალიან მარტივია რა, რომ fail embrace the failure რაღაცა. ეს ხო რა ნობელი LinkedIn-ი ბულშიტერი ვარ და ძალიან სპორტია რა ეგ რა. და ანუ ეს სიტყვები ძალიან მარტივია, მაგრამ როცა შეეჩეხები ეგეთ რაღაც გაფლავება რასაც ქვია, ჩაფლავება რასაც ქვია რა. ანუ ძალიან რთული არის რომ ემოციებს არ აქვს რა. და ანუ მაგალითად გააჩნია როგორი ადამიანი ხარ, შეიძლება ძალიან ემოციური ადამიანი ხარ, აქ შემთხვევაში გჭირდება ისევ support group-იდან ვიღაცა, ვინც დაგაკალიბრირებს, რომ ოკეი, კი, ბაზარი არა, შეიძლება ცოტა ნეგატიური ემოციები აღგიძრეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იმას რაღაც წყობში ჩადგე, ეგეთი რაღაც კატასტროფა არაფერი არ მომხდარა და რაღაც ანუ რაღაც შემდეგი milestone-ები და შემდეგი task-ები რაცა, რაღაც swiftly უნდა გადავიდეთ და იმაზე ფოკუსირდეთ და არა ეხლა თავში ხელები ვიტყათ რა. და ასე შემდეგ, ანუ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის დროს რაღაც ხო რა ანუ კრიზის მაგას ვიძახით კრიზის მენეჯმენტს რა ჩვენთან მაზეკში რა ანუ ძალიან ვთილობთ რომ ყველამ ძალიან მაგრად ვისაუბროთ კრიზის მენეჯმენტი იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ისე გინდა ეიჯენსის აწყობა და გინდა ნებისმიერი სხვა რაღაც ბიზნესის აწყობა რომ ნათელფერებში LinkedIn-ის პოსტებით აი ესეთი რაღაც ლამაზი ვიდეოების ჩაწერით სადაც ხადავთ რაღაც ეგეთები ანუ ძალიან ბევრი failure არის ძალიან ბევრი პრობლემა არის და ბევრი თავის ტკივილი არის რა და ბევრი კრიზისიც დგება. მაგრამ მუღამი არის რომ ამ კრიზისების მენეჯმენტში ისწავლო ფოკუსირება და რაციონალურად რაღაცების შეფასება იმის მაგერად რომ ემოციებს აყვე რა. ხო.
ეს პრობლემა იდეაში მოვაგვარეთ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პრობლემა, ანუ ადამიანის ინსტინქტი რა არის, რაღაც პრობლემა რო გავოჩნდება, ეს პრობლემა ფსიქიკურ რაღაც ტკივილს გაყენებს ფაქტობრივად რა, იგივე ტკივილი რაც რო გიბწკინოს რა, ფეხი რო გეტკინოს. და პირველი რეაგირება რაღაც ბუნებრივი არის, რომ რაც შეიძლება მალე მოიშორო ეს პრობლემა და აღარ იფიქრო, აღარ მიიხედო ამ პრობლემას. არა და იმენა უნდა დაეჯახო. იმენა უნდა დაეჯახო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ესეთი სერიოზული თუ არასერიოზული პრობლემის გადალახვის მერე, ჩაფლავების გადალახვის მერე დააჯდეთ სიგვგონებაზე, ანუ მარტო რაღაც მეგობართან ერთად ან კოფაუნდერთან ერთად და რეტროსპექტივა, რა, იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანის ეგო ეგრე არის მოწყობილი, რომ საქსესებით არაფერს არასდროს არ სწავლობს. შეიძლება გეგონოს რომ სწავლობ, მაგრამ შეუძლებელია რომ სწავლობ. სწავლობ მარტო ფეილიორისგან, როცა სადღაც მაგრად გაფეილდები, სადღაც ძალიან ელემენტარული რაღაც შეგეშლება და ამას ძალიან დიდი შედეგები, ნეგატიური შედეგები მოყვება და ასე შემდეგ რა. ასე რომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ და მე მგონი ჯერჯერობით კარგად გამოგვდის რომ გავყვეთ ამ flows, ყოველთვის ყველა პრობლემას ვარეტროსპექტივებთ, წერთ დოკუმენტებს, bullet point-ებს, რეები ვისწავლეთ, მე ამაზე ღიად ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ. ასე რომ ხო, ანუ ესეც ეხლა რასაც ვაკეთებთ ზოგადად. თან ჩვენ პირველ ეპიზოდში დაგვიწყდით, რომ ძალიან გულწრფელები ვთავდით და ანუ აქ არაფერს არ მოვიგონებთ რა. შეიძლება ვიღაცას სეილის დროს ვიღაცა კლიენტს რაღაცები ვიღაცა ელაპარაკოს, დღეს მქონდა კაკას ეგეთი შემთხვევა, ვიღაცა თიმი აკეთებდა ჩვენზე ერთ-ერთ sales products და რაღაცებს იგონებდნენ რა რაღაცა, მაგრამ ანუ ჩვენ აქ ძალიან გულწრფელები და ძალიან აი მართლა როგორც მოხდება, ყოველთვის იმას ვილაპარაკებთ რა. და ესეც ერთგვარი ჩვენი რეტროსპექტივაა, ეხლა რაც ვაკეთებთ ზოგადი პროცესების. Nice. მორჩა? მორჩა შეჭა. ამდენი ხანია ვწერდი. აცუდე. კომარისია. Всё? Yes. Sky მაშინ აუტრო გავაკეთოთ და მორჩა. თამაშავჭი, ხო? ხო. აუტრო. ანუ დავიდეთ რა. დღეს უცებ სწორად იყო და ოს ხოდა. Okay. ტენეგური. ხო, ეგ არის. მოკლედ, ჩვენ როგორც დაგვიწყეთ, თოს არ მოგეწყენთ ბევრს და პატარ-პატარა ვიდეოებით შემოვიფარგლებთ ხოლმე, აბას კვირაში ერთხელ ინტერვალებით და ეს სულს იყო და შევხვდებით შემდეგ კვირაში ახალ სპეციალურ სტუმართან ერთად. 1 2 3